წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ.com რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ერთხელ მოგესალმებით ზურბასო მეგობრებო და მართლაც ეხა ღიმილის გარეშე ვერ გაუწყებთ რომ საუბრობ დღეს ავტოსპორტზე, ნუ არაერთის გაუწყეთ კიდეც ამის შესახებ. ველი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ჩვენში ავტოსპორტის განვითარების საქმეში უდიდესი წვრილის შემდამ პიროვნებას, თქვენთვის ყველასათვის კარგად ნაცნობ ბატონ შალვა ოგბაიძეს და ავტოსპორტზე ასე ბანალურად დაემთხვა, რომ ქალაქში არის რაღაც არნახული საცობი, ნუ ეხლა თბილის საცობი არ უკვირს, მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებული ხდება, ნუ ბუნებრივია საბადოო მიზეზის გამო ბატონი შალვა ოდნავ მოგვიანებით შემოგვიერთება, ნუ რას ეძღვნება ბუნებრივია ჩვენი თემა. ეხლა ავტოსპორტი იმდენად ვრცელი თემაა, რომ მას არათუ ერთი გადაცემით საერთოდ ალბათ თვეების განმავლობაში ასე მიჯრით გადამული რო დაუთმო თავისი თემატიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია არათუ ვერ ამოწურავ, თუმცა დღეს შევესწრები ჩვენ აი ყველაზე მნიშვნელოვანზე, ის რაც ქართული ავტოსპორტის მოღარულ დაინტერესებს, როგორც ბუნებრივია ჩვენში და მასზე ვრცლად უბრიანია უფრო ბატონი შალვა ისაუბრებს თუ რა პერსპექტივები გააჩნია დღეს ქართულ სპორტს, ის რა მდგომარეობაშია და რა გვჭირდება ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რათა უკვე კომაგის კარგახნის ნატრა ავასრულო და ნუ ეხა ბუნებრივია ეხა ყბადაღებულ თლად ავტოსპორტის უპირობო ლიდერ ფორმულა 1-ის ეტაპის ორგანიზებას და ჩატარებას ჯერჯერობით ვერ მოვახერხებთ, თუმცა სხვა ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ის რაც საერთაშორისო ავტოსპორტის ეგიდით პრესტიჟული გახლავთ, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლოს და გარდა ამისა ბუნებრივია ქართველი ავტომრბოლელების შესახებ ვინ ყავს, ვისი იმედი უნდა კონდეს საერთაშორისო არენაზე, ისე კი მე მანამდე გაუწყებ შეგახსენებთ ბუნებრივია რომ საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია დაარსა 1995 წელს, უკვე მომდევნო 96 წლიდან ის ფია საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ოფიციალური, ანუ სრულუფლებიანი წევრია. ფედერაციის მიზანი გახლავთ ქვეყანაში ავტოსპორტისა და ტურიზმის განვითარება, ეს ორივე ერთმანეთთან მოხსენებად მჭიდრო კავშირში იმყოფება და ბუნებრივია მთავარი ჩვენი აქილევსის ქუსლი, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების, ეს გახლავთ გზებზე უსაფრთხოების დონის ამაღლება, უამრავი გაფრთხილების, სხვადასხვა სერიოზული და სოლიდური ჯარიმების მიუხედავად სამწუხაროდ ავტოსაყდაო შემთხვევათა რიცხვი არ კლებულობს და ხშირია ბუნებრივია ფატალური შედეგიც, რაც მეტად აშფოთებს საზოგადოებას და სრულიად საქართველოს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ შეჯიბრს, ტრადიციულად ჩვენში ტარდება სეზონის მანძილზე ეროვნული ჩემპიონატი, როგორც პროფესიონალ, ასევე პარალელურად მოყვარულ მრბოლთა შორის. აქ უმეტესად საუბარია აღმართის შქაროსნულ დაძლევაზე, წრიურ რბოლაზე, წყვილთა რბოლაზე, საავტომობილო რბოლაზე, კარტინგზე, ფიგურულ სლალომზე, თუმცა კიდე ერთხელ ვამბობ და ვიმეორებ, რომ ნამდვილი ჭეშმარიტი გურმანი ავტოსპორტის ამით არ კმაყოფილდება და ითხოვს გაცილებით უფრო მაღალი რანგის სანახაობრივ შეჯიბრს. ახლა უშუალოდ რაც შეეხება მთავარს ვახსენებ ფორმულა 1 და მართლაც წლეულს ფორმულა 1-ის სახე და ფავორით შესვლილი სეზონი უხეშად რო თქვა, შეიძლება ითქვას ლამის თავდაყირა ამოყირავდა, თუმცა ეს ობივაწელისთვის, მაგრამ როგორც ირკვევა სპეციალისტებისთვის ეს მოსაოდნელი გახდა. ნუ მოდი დავიწყოთ იმით, რომ ბოლო 4 პირველობის უპირობო ლიდერი Red Bull-ი მოხსენებად კონსტრუქტორთა თასზე წითელი ხარები პრაქტიკულად გამარჯვებულის ვინაობას ჯერ კიდევ თითქმის უკვე პირველ დეკადაში ავლენდნენ ჩემპიონატისა და შემდგომ ბუნებრივია სებასტიან ფეწელი, ვინაც სხვადასხვა იმხელა უპირატესობით იგებდა აი განსაკუთრებით უკვე გასულ სეზონში, რომ მოყირჭდა კიდეც კომაგს და სხვადასხვა ბოლო 2 ეტაპზე ლამის ობსტრუქციას კი მოუწყეს, რამაც გააუგნა საავტომობილო საზოგადოება. ხა გამარჯვებულს პირიქით არათუ უსვენენ, დაშუგრავენ, აქ მოხდა პირიქით, იმიტომ რომ იმდენად უკვე მოწყურებულია ლიანგის სერიოზული რბოლის და ხილვის და იქ ბუნებრივია ფიამ ამ ხრივ მიიღო რა თითქოს ხას უსვავ ერთი შეხედვით ასეთი გადაწყვეტილება, რომ გარკვეული სიახლე
საკითხები უნდა შეეტარა როგორც ბოლიდების მოდიფიკაციაში, ასევე უშუალოდ რეგლამენტში, ფორმულა 1-ის რეგლამენტში, რამაც თითქოს და უნდა დაეძაბა შეჯიბრი. სიახლეებზე ოდნავ მოგვიანებით, მოდი ახლა გადავხედოთ რა ხდება 3 ეტაპის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი მთლიანობაში 19 ეტაპს მოიცავს და წინ კიდევ მთელი 16 ეტაპია და ასე პირდაპირ და გადაიდი მნიშვნელობით შემოდგომაზე ითვლია წიწილებსო და ბუნებრივია უპრიანი იქნება რაღაც შემოდგომაზე გავაკეთოთ რეზიუმე, თუმცა პირველმა 3 ეტაპმა ბევრი რამ გვიჩვენა და არაერთი კითხვის ნიშანი დასვა. დავიწყოთ იმით, რომ პირველი 3 ეტაპი სრულად გახლავთ მერსედესის, როგორც არასდროს სამგებიანებმა კარგა ხნის შემდგომ მეტად სერიოზული ბოლიდები შექმნეს. ნიკო როსბერგი და ლუის ჰემილტონი, პირველი ეტაპს თუ არ ჩავთვლით, სადაც რიკარდო ჩინებულად ასპარეზობდა და გამოირჩეოდა, საბოლოოდ მართალია გაუუქმდა, დისკვალიფიკაცია მიეცა, თუმცა ეს რიკარდოს ბრალი ამაში ნაკლებად გახდა, დიკ საჯინიმომ დაუშვა სერიოზული შეცდომა, თუმცა მეორე შედეგი აჩვენა, აი პირველი რბოლის შემდეგ მომდევნო 2 რბოლაზე სრულად დომინირებს მერსედესი, თუნდაც გუშინდელი რბოლა ბაჰრეინის გრან-პრის აღირზე, სადაც ჰემილტონსა და როსბერგ შორის ერთადერთი სანახაობა, რასაც განვლილ ეტაპს ჰქონდა, სწორედ აღნიშნული რბოლელების, ანუ თანაგუნდელების ჭიდილი პირველი ადგილისთვის და სულ 1 წამი დაჯობა მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ჰემილტონმა გერმანელს და სეზონში მეორე რბოლა მოიგო და რა ხდება ეხა გენერალურ კლასიფიკაციაში როსბერგსა და ჰემილტონ შორის ორივე ლიდერი გახლავს, სხვაობა 11 ქულა ჯერჯერობით როსბერგის სასარგებლოდ. კონსტრუქტორთა თასზე უკვე სამქიმიანებმა სენსაციურად მეორე ადგილზე ანაცვლებულ ფორს ინდიას გუნდთან მიმართებაში 67 ქულიანი ჰანდიკაპი შექმნეს. ეს უკვე 3 ეტაპის შემდეგ გახლავთ საკმაოდ დიდი სხვაობა და ამ თავითვე უკვე თავმაც შეიძლება ითქვას, რომ თუ რაიმე სასწაული და გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რაც ნაკლებად ხდება სხვათა შორის ავტოსპორტში და მით უფრო ფორმულა 1-ში, მერსედეს კონსტრუქტორთა თასის შემართვა არ გაუჭირდება. ახლა უშუალოდ იმ სიახლეებზე, რამაც გამოიწვია სპეციალისტთა და კომაქტთა გულისყრომა და კითხვის ნიშნები. დავიწყოთ იმით, რომ ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუთერმა ბერნი ეკლსტოუნმა თავად გამოთქვა პრეტენზია ტურბოძრავების ხმაზე და მიიჩნია, რომ გუნდებს ძალუს, რათა შესაბამისად კონსტრუქტორებმა იზრუნონ ძრავების ხმის გაუმჯობესებაზე. ხმა მართლაც მისი გამოცემა სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, როგორც უშუალოდ პერსონალს, ასევე თავად გულშემატკივარს. სხვათა შორის ტურბოძრავების ხმაზე შემდგომ უკვე სებასტიან ფეწელიც ჩიოდა და მას არ დაეთანხმა მაკლარენის თავმჯდომარე რონ დენისი და ასევე ფიას პრეზიდენტი ჟან ტოტი. აქ ტოტი უფრო შორს წავიდა, თავის დროზე მოხსენებათ ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახდა და მისი ხელმძღვანელობით არაერთი წარმატება იქნა მიღწეული, თუმცა აი ჩინოვნიკის საორძელში უკვე ტოტის დამოკიდებულება გარკვეულწილად შეცვლილი გახლავთ. გარკვეულწილად კი არა, უფრო მეტი შეიძლება ითქვას საგრძნობლად შეცვლილი და აი ტოტმა განაცხადა, რომ მერსედესმა, რენომ და ფერარიმ ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესახებ, ანუ ძრავების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჰქონდათ და აღნიშნული პერიოდი სავსებით საკმარისი იყო, რათა ეზრუნათ საკუთარი საჯენიბოს და ბოლიდების გაუმჯობესებაზე. არა და რა ხდება ორი სეზონის გამორჩეული ბუნებრივია აქ Red Bull და Ferrari სკუდერია. ხო, Ferrari-ის იმიჯსა და პრესტიჟის შესახებ საუბრით არ შეგაწყენ თავს, მთავარს მოგახსენებთ, რომ აი თუნდაც განვილ რბოლაში ისევე როგორც ფერნანდო ალონსო მის თანაგუნდელ კიმი რაიკონენთან ერთად, ასევე მსოფლიოს ბოლო 4 პირველობის გამარჯვებული სებასტიან ფეტელი უჩიოდნენ ბოლიდების უჩვეულოდ დაბალ სისწრაფის განვითარებას სწორ სავალ გზაზე, როგორც კი სწორდებოდა ტრასა მოსახვეების გარეშე, აქ ისევე როგორც Red Bull-ის, ასევე Ferrari-ის ბოლიდების სიჩქარე მკვეთრად ეცემოდა და აი სხვათა შორის გაწმილებულმა ლუკა დიმონტეზემელო, ვინაც შემდგომ აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა არ კარგავს იმეს, რომ მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა და მდგომარეობის გამოსწორება შესაძლოა, რბოლა დატოვა ნაადრევად მის დასრულებამდე რამდენიმე წრით ადრე, ხოლო მე-9 და მე-10 მართლაც უჩვეულოდ საკმაოდ არასახარბიელო შედეგი Ferrari-ის მიერ ნაჩვენები ორივე პილოტის მე-9 გახდა და ალონსო მე-10 კიმი რაიკონენი არ და როგორი საქმეა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ექს-ჩემპიონი Ferrari-ის ბოლიდის საჭესთან და საკმაოდ ძლივს რაღაც კინკილა ჩასათვლილი ქულები მოპოვებული, თუმცა
ორივე მათგანმა მაქსიმუმი თავისი საკმაოდ მაღალი ოსტატობიდან გამომდინარე გამოადნო, თორემ საქმე ესეთი პირი უჩანდა, რომ ფერარის საერთოდ ათეულს მიღმა დარჩებოდა, რომ არა ესოდენ ტიტულოვანი გამოსტილი და უმაღლესი კლასის ოსტატები ფერარის ბოლიდის საჭესთან. რაც შეეხება უშუალოდ სებმა, შედარებით უკეთესად იასპარეზა მთლიანობაში Red Bull-მა, კვლავ რიკარდომ აღართოვანა საზოგადოება, რიკარდომაც მაქსიმუმი შეძლო გამოეწოვა ბოლიდისგან და მეოთხე ადგილი დაიკავა, ბიკი მე-6 გახლდათ. მონტეზემელოსთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით თუ რა ხდება ფერარიში და რატომ ბოლო წლების განმავლობაში მართლაც უპრეცედენტო მოვლენის წინაშე ვართ. ერთის მხრივ ფერარი თავის სისუსტეს ბოლო წლებში თავად აღიარებს, თუმცა პირდება რა კომაქს და ასევე საკუთარ პილოტებს რომ მდგომარეობას გამოასწორებს, სწორედ ამ მხრივ იქნა საგანგებოდ მოვლინებული, უბრალოდ დაბრუნებული გუნდში კარგახნის მოლაპარაკების შემდეგ გასულ სეზონში გახსოვთ ლოტუსის საჭესთან ჩინებულად იასპარეზა კიმი რაიკონენმა და რაიკონენ ფერარის დუეტი წესით სერიოზულ დამტყმელ ძალას უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ აი ჯერჯერობით ასე არ ხდება. სხვადასხვა ექსტოუნი საუბრობს ასევე ბოლის სანახაობრივ ხარეზე, აღნიშნავს რომ ბოლიდების ჯერ კიდევ მოდიფიკაციამ და მისი იერსახის შეცვლამ კომაკი გვარიანად დააზარალა, ერთის მხრივ ხედველობაში მაგ უშუალოდ ხილვადობა ბოლიდების და შემდგომ მისი ასპარეზობა. აქ მიუხედავად იმისა რომ ფანტასტიკური ძრავებია და დიდ სიმძლავრეს არ ავითარებენ, ექსლოუნს მიაჩნია რომ საწვავის ეკონომიის მიუხედავად მაინც უპრეანი იქნებოდა გაზრდილიყო, ყოველ შემთხვევაში გუნდების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოთქვავს და აჟღერებს ამის სურვილს, გაიზარდოს საწვავზე ლიმიტი. დიახ, დაწესებულია საწვავზე ლიმიტი, ასევე ძრავების რაოდენობაზე ლიმიტი. მოკლედ ერთი სიტყვით ასე უხეშად რო თქვათ, ფორმულა 1-ის მესვეური ბოლო წლებში რათა ყველა ღონეს ხმარობენ, მიაქციეთ ყურადღება არა ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად რომ გათანაბრდეს გუნდების დონე, წესდება უამრავი შეზღუდვა, რაც უპირატესად რა თქმა უნდა აზარალებს კომაქს და არღვევს ისევე როგორც სპორტულ პრინციპს, ასევე სამართლიანობის პრინციპს. ეხა თუ კი ვიღაცა ჯობს, ეს არ უნდა ხდებოდეს მისი ხელოვნური დამუხრუჭება იმის გამო, რომ შეჯიბრმა წმინდა სპორტული თვალსაზრისით მიიღოს დაძაბული, ბუნებრივია შეიქმნას დაძაბულობა, თუმცა მერწმუნედ ეს დაძაბულობა ბევრს არაფერს აძლევს. თუ კი ხედავ, ეხლა ცოტა უხეშად ესე ქალაქურად ვიტყვი, ზაპოროჟეცის დონეზე როგორ იწყებს ფორმულა 1-ის ბოლიდი აღიარებული ოსტატის საჭესთან მყოფი მოძრაობას, მერწმუნედ ასეთი დაძაბულობა ლიანგის აბსოლუტურ უმრავლესობას ნამდვილად არ ხიბლავს და აი ამის ნათელი მაგალითია რომ იგეგმება, თითქმის გადაწყვეტილია რომ გაიცად 2015 წლიდან გუნდების ბიუჯეტი $200 მილიონ იკვეცება. კერძოდ მაქსიმალური ზღვარი წესდება $200 მილიონი და საერთოდ შეიძლება ითქვას რომ შემდგომ უკვე არ გაგიკვირდეთ რომ ახლა მთლად მარუსია და კატერჰემი და ტოროროსო თუ არა, ყოველ შემთხვევაში მოხდეს კვლავ სერიოზული ცვლილებები და გადანაცვლებები გუნდებში და ძალთა გადანაწილება. ყოველ შემთხვევაში სერიოზული ციებ-ცხელების თანხლებით მიმდინარეობს ბოლო წლებში ფორმულა 1-ის პირველობები და ამ მხრივ სამწუხაროდ გამონაკლისი არც მიმდინარე პირველობა არ გახლავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ სულ რაღაც 3 ეტაპია ჩატარებული და აი უამრავი კითხვის ნიშანი და რაც აი ვახსენე ჟან ტოტი და მართლაც ცოტა არ იყოს ფიას პრეზიდენტისგან, ბუნებრივია ხა უმაღლესი რანგის მთავარი ჩინოვნიკი გახლავთ ავტოსპორტის, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რისთვისაც იბრძოდა და იწოდა თავის დროზე ტოდი, რომ ეს ყველაფერი თითქოს ერთი შეხებით, ერთი ხელისმოსმით დაივიწყოს და სრულიად ახალ რეგალიებზე ისაუბროს უშუალოდ ფორმულა 1-ის ბინადარი გუნდების ხელმძღვანელებთან. ფაქტი ფაქტად რჩება, მთლად ეხა ვერ იტყვი კაცი რომ სანახაობრივი მხარე სრულად წაშლილია, მაგრამ ის რომ არის სერიოზული პრობლემები და იგივე თუნდაც წინა წლებში ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ეპოქას ნამდვილად დღევანდელ ასპარეზობას ვერ შეადარებ. ახლა ვახსენეთ წითელი ბარონი და გვაქვს საკმაოდ საამო ინფორმაცია, მოხსენებათ ბოლო პერიოდში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი და უმეტესწილად ვრცელდება კულუარული ინფორმაციები, რომელიც შეიძლება ითქვას ჭორის დონეს ადარებს. ერთი ხანობა რამის ხელი ჩააქნევინე საზოგადოება, საბედნიერო მსგავსი არაფერი ხდება. პირიქით შუმახერმა დაიწყო უკვე გარკვეული მოძრაობა, სხეულის გარკვეული კუნთები მოძრაობს, რაც მთავარია ბარონი რეაგირებს უკვე ხმაზე, რაც სხვათა შორის ექიმებს მაქსიმალური ოპტიმიზმით
ის ფაქტი თვითონ აი მსგავსი ქმედებები რომ ჯერ ბარონი კომატოზური მდგომარეობიდან გამოვა ალბათობა უკვე საკმაოდ დიდია და ასევე შემდგომ უკვე დარჩენილი სასიცოცხლო ფუნქციების სრულად აღდგენა. ჯერ ბუნებრივია არანაირი პროგნოზი არ კეთდება თუ ეს როდის მოხდება და შემდგომ შუმახერის სრულად გამოჯამრთელებას რა ხანი და რა ვადა და რა პროცესი დაჭირდება. ფაქტი ფაქტად რჩება რომ აშკარად პროგრესი შეიმჩნევა და საცოცხლო ნიშნები უკვე სახეზეა. ეს რაც შეეხებოდა ბარონს ახლა დაუბრუნდეთ მიმდინარე ჩემპიონატს. აი მორიგი ახლა პაუზა რეგლამენტით გათვალისწინებული ორკვირიანი მორიგი რბოლა კვლავ აზიაში გაიმართება ამჯერად უკვე ჩინეთის გრან-პრი 20 აპრილს მანამდე გუნდებს არც თუ ისე დიდი დრო რჩებათ რათა აღმოფხრან რიგი სერიოზული ხარვეზები. ერთადერთი პრაქტიკულად ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას რომ ყოველ შემთხვევაში ასე ხილული და სერიოზული პრობლემები სწორედ სამქიმიანებს არ გააჩნიათ. აი მართლაც სრულყოფილი ორი ბოლიდი წარსდგა მერსედესი მიმდინარე ჩემპიონატში, რაზეც როგორც უკვე მოგახსენეთ, აი თუნდაც ორივე მისი მრბოლის როგორც ჰემილტონის ასევე როსბერგის ასპარეზობა ქმნის ნათელ სურათს იმისა თუ რაოდენ აღემატება მერსედესი დღესდღეობით თავის უშუალო კონკურენტებს. აი რაც შეეხება თუ კი ვიტყვით თავმად რომ წლეულს მერსედესისთვის მედგარ წინააღმდეგობის გაწევას ვერც ერთი გუნდი ვერ მოახერხებს, სულ სხვადასხვა 11 გუნდი ასპარეზობს ჩემპიონატში. მე მოკლედ გაგაცნობ და წარმოგიდგენთ მათ შემადგენლობას. აქ საუბარია თქვენთვის ავტოსპორტის სამყაროში ცნობილ გუნდებსა და პილოტებზე. აი შეგნებულად აი ასე სამი მაჩანჩალა ტორო როსო მარუსია და კატერჰემზე თქვენი ყურადღების შეჩერება ნამდვილად არ ღირს. მერსედესი ჰემილტონი როსბერგი რედბული რიკარდო ფეძელი ეს სხვადასხვა რიკარდო უდაოდ მიმდინარე ჩემპიონატის აღმოჩენა შეიძლება ამ თავითო შერვაცხოთ და უკვე განვლილი სამი რბოლის შემდეგ თავმაც შეიძლება ითქვას რომ ავსტრალიელი პილოტი სერიოზულ შედეგებზე გახლავთ უკვე მიმდინარე სეზონში ორიენტირებული. ალონსოსა და რაიკონეს ბუნებრივია წარდგენა არ ჭირდება. ახლა რაც შეეხება მაკლარენს პრაქტიკულად ეხა მერსედესი ორი გუნდი დასპარეზობს, რამე თუ ეს გახლავთ მაკლარენ მერსედესი და აქაც ბუნებრივია მერსედესის ხელმძღვანელობაა ჩარეული. მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჯენსონ ბატონი ბრიტანელი, ვისაც კლას ნამდვილად ვერ დაუწუნებდა, ასევე კევინ მაგნუსენი. მიუხედავად ამისა, განვლილ ბროში ბატონმა ისევ ბოლიდის გამო არ სულ დამაჯერებლად ახლა მთელი 2 წელი ჩამორჩა, მისთვის უჩვეულო მე-17 შედეგი დააფიქსირა და მაგნუსენი საერთოდ გამოეთიშა ასპარეზობას, რაც განვლილი რბოლის კიდევ ერთი უსიამო მოულოდნელობა გახლდათ. აი ზოგადად ასეთი გახლავთ სურათი ამ წუთისთვის, თუმცა ზურბასო მეგობრებო მხოლოდ და მხოლოდ ასე ობივაწელის და თქვენი მონამორჩილის თვალიდან დანახული და უბრიანია ბუნებრივია პროფესიონალის აზრი შემოგვიერთა ბატონი შალვა ოგბაიძე. ბატონ შალვა მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? აი რაღაც ბანალური დამთხევა ხო ავტოსპორტზე აკეთებთ გადაცემას, საუბრობ და არნახული საცობი. ხა საცობი თბილის რას გააკვირვებ კაცი, მაგრამ დღეს რაღაც სასაული ხდება ხო? პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი არაჩვეულებრივი გადაცემის მენელს ულოცავ ხარების დღესასწაულს და ისეთ რა თემა არის არაჩვეულებრივი ამაღლებული ფორმულა 1-ზე და ჩვენ მაინც მიწაზე ვდგევართ. ეს ბანალური საცობის გამო რამდენიმე წუთის დაგვიანება და არ ვიცი, ესე იგი მაგასაც მოხერხება უნდა რომ აი ამ დროს ყველაზე აი სადაც საცობგენური, სადაც შეიძლება რომ ესეთი სატრანსპორტო თრომბი შეიქმნას, იმ ადგილზე დაიწყო პიკის საათის დროს რემონტი გზის. რას ვიზავთ? იმედია რომ ეს მომავალში აღარ განმეორდება. რაც შეეხება ფორმულა 1-ის სიახლეებს, პირველი გულის შემძვრელი იყო, დავიწყებ თქვენ წეგან საუბრობდით დიტო წითელ ბარონზე, მიხეილ შუმახერზე და ესეთი შემძვრელი ესეთი ინფორმაცია რომ პირველად რეფლექსების აღდგენა როცა დაეწყო მას, როდესაც მისი ბანაკიდან გამოვიდა ეს ინფორმაცია და ეს რა თქმა უნდა სასიხარულოა, პირველი რეფლექსები მას მოვიდა, როდესაც მას მოასმენინეს კანადის გრან-პრის ჩანაწერი ძრავების ხმა. მე ვთვლი რომ ეს ადამიანი არის გმირი და ესე იგი რეფლექსები დაუბრუნდა, ესე იგი არავითარმა წამალმა რო არ გაჭრა ფერარის ძრავის
ხმის გაგონების შემდეგ ფსიქოლოგიურ სენსორებზე იქნა გათვლილი უკვე ყველაფერი. მოასმენინეს საუბარი საჯინიბოდან, მაინც და მაინც ეს ტერმინი არ მხიბლავს, მაგრამ motorhome-დან უფრო ჯობია ხო ჩვენ დავამკვიდრეთ ეს საჯინიბო რა თავლა ხო არ არის ხო არა მართლაც როგორ შეიძლება ფერარების სადგომს საჯინიბო უწოდეს მართლაც ეს მე არის იმ კრეხელობა და ვისურვებდი ჩვენს მსმენელებთან ერთად და ავტოსპორტის ჭეშმარიტ გულშემატკივართან ერთად რომ შუმახერი დაბრუნებოდეს ძალიან მალე ცხოვრებას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა ავტოსპორტს. რაც შეეხება ფორმულა 1-ს მე მინდა ძალიან ბევრი ადამიანის კრიტიკულ განწყობას შემი კრიტიკაც ასე ვთქვათ შევუერთო იმ თვალსაზრისით რომ თუ ასე გაგრძელდა წლევანდელი წელი შეიძლება ჩაითვალოს ფორმულა 1-ის დასასრულის დასაწყისად. იმიტომ რომ ეს არის ფორმულა 1 არ არის მხოლოდ და მხოლოდ ოდენ თქვათ მოტორების, ძრავების და წარმოებლების შეჯიბრი. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში პილოტების ოსტატობის შეჯიბრია. თოცხალი ადამიანური რესურსი ხო ბატონო რა თქმა უნდა ჩვენ წელს სამწუხაროდ 1-2 აი მაგალითად წინა შეჯიბრზე ხომ წინა შეჯიბრზე აი თუ არ ჩავთვლით ალონსომ რო რაღაც გაიცოდვილა თქვა როდესაც მას ჰილკენბერგს უსწრებდა ხომ დაახლოებით 1 წლისდია აი რაღაც 1-2 და მაგნუსენი სანამ უკან მოექცეოდა ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი ხეირიანი პილოტების შეჯიბრი. ჩვენ ვნახეთ პელეტონი დალაგებული, როდესაც თავიდანვე უკვე წინასაც ცნობილი იყო თუ რამე სასწაული არ მოხდა და გულმოდგინედ ვცდილობ ჩვენი სატელევიზიო პულტებით ხმა აუწიოთ ტელევიზორებს თითქოს ხმა აქვს ჩაწეული. არა აქვს ხმა ჩაწეული, უბრალოდ ეს ძრავები არის უხმაურო ძრავები და ძალიან ცუდია, როდესაც ეს შეჯიბრი ეს მართლაც აი დედოფალი ავტოსპორტის სახეობას გადაიქცა ეკო დრაივინგის, ანუ ავტომობილების, რომლებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელიც უფრო ნაკლებს დაწვავს ასეთი ავტომობილების ასპარეზად. თუნდაც ის რა დღის, რომ რიკიარდო, რომელმაც გახსნაზე პირველი სეზონის გახსნაზე არაჩვეულებრივად იასპარეზა და მეორე ადგილი აიღო, მოხსნეს მხოლოდ გაუუქმეს მხოლოდ იმის გამო შედეგი, რომ მისი საწვავის გადამწოდი სწორ ინფორმაციას არ აძლევდა პილოტს. ანუ ის არ აჩვენებდა ზუსტად რამდენის რა რეჟიმით მუშაობდა საწვავის ტუმბო. მსმენელი ფორმულა 1-ში ჩახედული ადამიანები Red Bull-მა მიუხედავად ამისა სტიუარდებმა მაინც საკუთარი ეს იწვევს აი გაუგებრობას, როდესაც ლიმიტირებას უკეთებს შენ საწვავს. რა თქმა უნდა ეს ავია თუ კარგია, ყველა თანაბარ პირობებშია რომ მას ეძლევა 100 ლიტრი საწვავი, თქვათ ერთი რბოლის ჩასატარებლად. ეხლა თუ მეტს დახარჯავს, მალე გაუთავდება, ხო ხო ლოგიკურად. ეს მოდი დაუტოვოთ პილოტს და გუნდს ამის საშუალება, რომ მან ააგოს თავის სტრატეგია, რომელ წრეზე თქვათ გახსნილი აქსელერაციით, გაზით, ეგრეთ წოდებული გაზით. მაგრამ ისიერი ხარჯი როგორი აქვს საწვავის, ხომ და ამის ლიმიტირება მიმაჩნია უდიდეს შეცდომად, რომელიც ფორმულა 1-ის იმიჯს დაარტყა, კი არ დაარტყამს, უკვე დაარტყა კიდეც და სამწუხაროა რომ ისეთი ინტერესი. ეხლა მე ჩვენ მეგობრებს ხომ გვაქვს ესეთი რიტუალური ყურების, თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე ჟან ტოტმა გამომიგზავნა მოსაწვევი, რომელიც უფლებას მაძლევს აიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ფორმულა 1-ის 2014 წლის ყველა შეჯიბრზე მთელი სეზონის განმავლობაში 19 ეტაპი შეჯიბრზე ასე თქვა საპატიო სტუმრების ლოჟაში, motorhome-ში შესვლის უფლებით. მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც პირველ რიგში ფორმულა 1 ხომ სანახაობა, ეს სანახაობა მოკვდა. ესაა სამწუხარო. ამიტომ FIA-ს მესვეურებს ძალიან ბევრი მუშაობა, ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, თუნდაც ეროვნული ფედერაციების ჩემი სახით
და ჩემი კოლეგების სახით ამ შენ, იმიტომ რომ ჩვენ პულსზე გვიდევს თქვენი მეშვეობით, ბატონო დიტო მსმენელის, მაყურებლის, ასე ვთქვათ, გემოვნების პულსზე გვიდევს, ხელი როგორი რეაქცია აქვს მათ ამ შეჯიბრზე. მაყურებელი იკარგება, ეს არის ფაქტი. დაიკარგა მაყურებელი, დაიკარგება რეკლამა, დაიკარგება თანხები, რომლითაც სუნთქავს და სულდგმულებს ეს სპორტის სახეობა და დაიკარგება თანხა და დაიკარგება ის კარგი მანქანები. ახლა ლუკა დი მონტეზემოლომ და საერთოდ ფერარის მესვეურებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ისინი არ უნდა დაემსგავსონ ოდენ ესეთი ცუდ მოწაფეს, რომელთაც ყოველთვის პასუხი მზადა აქვს, რატომ ვერ გააუმჯობესეს თავიანთი ბოლიდი. რამდენი წელიწადია ჩვენ ველოდებით ფერარისაგან უკვე რაღაც ისეთ ნოვაციურ ისეთ რაღაცას, რომ ფერარი თავის ძველ დიდებას დაიბრუნებს და გახდება კონკურენტუნარიანი გუნდი კვლავ თუნდაც შარშანდელ Red Bull-თან ან წლევანდელ იგივე Mercedes-თან და სხვასთან შედარებით მიმართებაში. აი ეს დიდება ხომ არის დამოკიდებული Ferrari-s მესვეურებზე. მათ კეთილი უნდა ინებონ და მიიღონ ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ არ შეიძლება ყოველთვის გქონდეთ პასუხი და ყოველთვის თქვათ გადავადება მათი უამრავი აი ფანატიზმამდე ესეთი შეპყრობილი შეპყრობილი მოყვარულების მოლოდინის გადავადება 1 წლით 2 წლით რომ აიცი როგორი მოსასმენია როდესაც გასულ წელს სადღაც 4-5 ტურის შემდეგ ეტაპის შემდეგ გულშემატკივარი ისმენს რომ Ferrari უკვე კონცენტრირდება მომავალი წლის ბოლიდის ხო ანუ წინას არ გაგუებს იმისათვის რომ ეს სეზონი დავამთავრეს ნებისმიერ კარგია უნდა ეს როგორმე გადავაგოროთ რატომ ასეთ განცხადებებს არ აკეთებდა მან მე ვიტყოდი საინჟირო გენია ედრიან ნიუი მისთვისაც ხომ ეს სტანდარტი ხო ყველასთვის ერთიანია როდესაც თვითონ არ გამოსდის ალბათ სხვა მეთოდები ახლა ძნელია ბზა რეცეპტის გამოწერა მაგრამ ფაქტია რომ ყველაფერი რიგზე ნამდვილად ვერ არის როგორ ახერხებენ მაშინ სხვა გუნდები Ferrari-s ახლა მე ამას რო საუბრობ როგორც Ferrari-s გაუციებელი მოყვარული და თავგადაკლული ფანი ისევ საუბრობ და გული მწყდება რომ წელს ასე თქვა უფერული და უღიმღამო დასაწყისი ქონა და მე-9 ადგილი რა ქვიან ორი ექს-ჩემპიონი ყავს გუნდში ორი ექსტრა კლასის და ალონსოს ორივე დიდია ხო ბადროშა ნამდვილად და ალონსოს მე ვიტყოდი რომ არ ნომერ პირველია შუმახერის შემდეგ ბრძოლის უნარიანობის და გამარჯვებისაკენ სწრაფისად ნუ ალონსოს ნუ ძნელია რომ აი და ნუ იგივე რაიკონენისთვის გასწრება ხო საერთოდ გასწრება რაიკონენისთვის გასწრება ეს არის კოშმარი ნებისმიერი პილოტისათვის და გუშინ რაიკონენ შაუარეს როგორც გაჩერებულს აი ესე რამოდენიმე დამწყებმა აი ზაპოროჟიესი რო ახსენე ჯეჯეკო ზაპოროჟიესი ეხლა მასაცში უსმენდი და ნუ რაც ვიზა დავითოვოთ იმედი რომ ბადროშა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა ესე რომელიც უპირატესად ლიანგს აწუხებს ეს არის აი შეიძლება ითქვას რაღაცეთი ზოგადი, მაგრამ აი საკმაოდ ქმედითი კითხვები დავიწყოთ იმით, რომ აი თქვენ ბრძანეთ მონტეზემელოს რომ მართებს, მაგრამ ეს პრობლემები Ferrari-s არ შექმნია, თქვა თუნდაც წინა სეზონში. ეს არის უკვე სუმცირე 4 სეზონის მანძილზე. წლევანდელი უკვე შუმახერის სამოსვლის მერე დაიწყო დასვლა. კი, ბარონის სამოსვლის შემდეგ დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებით და როცა უკვე დამყარდა წინა 4 წელი Red Bull-ის სრული ჰეგემონია და წლევანდელი უკვე მე-5 სეზონის უკვე ისეთი პერიოდი ჩანს, რომ ეხა შეიძლება რაღაც შეცვალოს, მაგრამ კვეთრი და თქვენ ყველაზე კარგად მოიხსენებათ სეზონის მანძილზე კარდინალური ცვლილებების შეტანა როგორც წესი არ ხდება, ხო? აი ერთი ესეთი კანონი აქვს, ესეთი დაუწერელი კანონი აქვს აეროდინამიკის და აეროდინამიკოსებს და ადამიანებს, ინჟინერებს, რომლებიც საფრენ აპარატებს ამზადებენ. ესე იგი, რაც ლამაზია, როგორც წესი, ხომ, ის საფრენი აპარატი არის კარგი. აი, ასე აფასებ. აი, ეს Ferrari, ხომ, სილამაზით აი უბრალოდ დილეტანტური ვიზუალური თუ ჩვენ თუ არ ჩავწვდებით იმ თქვათ იმ სიახლეებს და ნოვაციებს რაც შიგნით თქვათ ის დრეკადი ფრთები და ასე შემდეგ ელერონები აი ვიზუალურად რო შევხედოთ ხომ ეს ის Ferrari არ არის რითაც ჩვენ მივეჩვიეთ ანუ შეიძლება ითქვას რომ სილამაზის კონკურსი რო ჩატარდეს Ferrari-ა სამეულში ვერ მოხვდება
აღარაფერს ვამბობ იმ სიმახინჯეებზე, რაც კატარხემმა გააკეთა, ეს არის სულით გამოჩორკნილი რაღაცა ესეთი კუბისტურ სტილში გადაწყვეტილი რაღაც, რომელსაც აეროდინამიკასთან საერთოდ შეხება არ აქვს, შეიძლება ითქვას და შედეგების ზუსტად ადეკვატორია. აღარაფერს ვამბობ იმ ბოლიძე, რომელსაც თქვათ ერთი ცხვირის ერთი ნაწილი უფრო გრძელი აქვს, რომ ის სულელური კანონი მე შეიძლება ასეთი ცოტა კაცრი ვარ შეფასებაში, მაგრამ ის რეგლამენტი, რომლითაც სიგრძე არის რეგლამენტირებული ის რომ დაიცვას, ხოლო მეორე ნაკლები აქვს. როგორ შეიძლება ასიმეტრიულმა ცხვირმა სიმეტრიული შედეგი მოგცეს, ეს გამორიცხულია. ამიტომ აქ სასაუბრო არის ძალიან ბევრი, ესე იგი მე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სწრაფ ფეხი ვერ აუწყეს აი ამ რეგლამენტის მოთხოვნებს წარმოებლებმა და ჩვენ მხოლოდ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამას ოდესმე ეშველება, თუმცა ძრავაზე უკვე აღიარებთ. ბერნი ექსტოუნის გაჩერება შეუძლებელია, რომელიც დაწყებული, როგორც კი ეს რეგლამენტი შემოვიდა, რომ ბუზღუნი დაიწყო, რომ ამ ესე იგი თუ ფორმულა 1-ით გინდა თქვენ რომ გარემოს თქვათ დაცვაში წვლილი შეიტანოთ, ტრიბუნები შეამცირეთ 20%-ით და ამით 20%-ის ის ადამიანები, რომლებიც მანქანით მიდიან სანახავად, ამით ოღონდ უმოკლავთ ავტოსპორტს. ფაქტია, რომ ფორმულა 1 იდენტიფიცირდება ხმასთან. თუმცა არსებობს ელექტრომობილების, ანუ ელექტრული ძრავებით აღჭურვილი ძალიან საინტერესო სერია ელექტრომობილების ფორმულა 1 სერია, სადაც ბევრი მონაწილე ფორმულა 1-ის მონაწილე ღებულობს ასპარეზობას და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ერთადერთი ნაკლი იმათ აქვთ ის, რომ ისეთი ხმა, სპეციფიური ხმა არ აქვს. თორემ დაძაბულობა მე შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტია ვიდრე ფორმულა 1-ში მართლაც ამ ყველაზე სანახაობრივ, ასე ვთქვათ, უკვე შეიძლება სამწუხაროდ ჯერჯერობით ყოფილ სანახაობრივ სერიაში. რაც შეეხება ჟანტოტმა უკვე აღიარა, რომ უნდა აუცილებლად ხმა დაუბრუნდეს, მაგრამ ძალიან ძნელია ასეთი კონფიგურაციის ვესებრი განლაგების მქონე 6 ლიდია ძრავას, რომელსაც მხოლოდ 1600 კუბიკური სანტიმეტრი აქვს და 2 ტურბოკომპრესორი, ორსაფეხურიანი ტურბოჩაბერო აქვს თავისი გამაგრილებელი. ძალიან ძნელია, რომ ის სუნთქვა და ის ხმა დაუბრუნო. მით უმეტეს ხმის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი პარამეტრი გახლავთ ბრუნთა რიცხვი. ბრუნთა რიცხვი მოგეხსენებათ გასული წლის ავტომობილ ბოლიდებზე იყო მინიმუმ 18,500 ბრუნ. ეს კი არის მხოლოდ აი მათი მუშა დიაპაზონი არის 13-14,000 ბრუნი წუთში. აქედან გამომდინარე ეს ხმის რეგისტრმა დაიწია ის გამყინავი ის კივილი ფორმულა 1-ის ხმა, როდესაც მართლა ყურის საცობებით უნდა ყოფილიყავი ტრიბუნაზე, ეს სამწუხაროდ ისტორიას ჩაბარდა. ბატონ შალვა, არ შეიძლება არ გითხოთ, აი გაჟღერდა უკვე, რომ თითქმის გადაწყვეტილია, ჯერ მართალია ეს რეგლამენტის დონეზე არ არის ესე პარაგრაფის სახით მიღებული, რომ გაისად გუნდების ბიუჯეტის მაქსიმალური ზღურის დაწესება, ანუ 200 მილიონი დოლარი. ეს არ გამოიწევს კიდევ უფრო გაუფერულებას. ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ფორმულა 1 შეჯიბრიდავა რა დონეზე, იცით? 22 კაცი დადგება სტარტზე და ფეხით გაიქცევიან და 100 მეტრის სირბილში ვინ იმიტომ რომ უკვე ავტომობილი ხო რაღაცით ხომ უნდა იარსებოს, რაღაცით ხომ უნდა იაროს. მე თვითონ ავტოინჟინერი ვარ და მე ვიცი, რომ ბევრი სიახლე, რომელიც იცდება ფორმულა 1-ზე, ის შემდგომ ასახვას პოვებს და იბნერგება ჩვეულებრივ სერიულ სამოქალაქო მანქანებზე. მაგალითისთვის ძალიან შორს რო აწავიდეთ, აი ახლა სიახლე, ბოლო წლების სიახლე, ბოლო 5-6 წლის სიახლე, ეგრეთ წოდებული კერსი, ანუ კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა, როდესაც დღევანდელი ჰიბრიდული ავტომობილები და უახლოესი 10-15 წელიწადი არის ჰიბრიდული ავტომობილების კომბინირებულ ძრავებიანი ავტომობილების, რომლებიც მუშაობენ როგორც შიგაწვის ძრავზე, ეს იქნება ბენზინის თუ დიზელის საწვავზე მომშავე ძრავი პლუს ელექტროძრავი, როდესაც ელექტროძრავში ეს ენერგია გროვდება დამუხრუჭების შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიით და ხდება მისი შენახვა და შემდგომ დაძვრისას გამოიყენება ელექტროამძრავი, რაც კერსი არის არამარტო ნოვაციური, ამის რევოლუციური, ხო შეთქმის, ხო შეიძლება ითქვას ძალიან კარგია, მაგრამ ახლა ხომ ამ ტურბოჩაბერვი და გარდა ამ კერსისა ენერგიის შენახვის თბური
რეკუპერაციის ურთულესი სისტემა, ხო? მე მესმის რომ ეს კარგია და ეს აუცილებელია, მაგრამ ფორმულა 1 არ არის ლაბორატორია. ფორმულა 1-ზე შეიძლება მზა პროდუქტი გასინჯო, მაგრამ ნედლი პროდუქტის ისეთი როგორიც არის აი ეს თბური ენერგიის შენახვის სისტემის ამან თავდაყირა დააყენა ფორმულა 1-ის პრინციპი, ანუ ხშირ შემთხვევაში იგებს ის ეკიპაჟი, ის ბოლიდი, ის გუნდი, რომლის ავტომობილიც უფრო გამართულია, რომელიც მიაღწევს ფინიშამდე. აი ეს ხდება ახლა, ამიტომ FIA არის ასეთი დილემის წინაშე, რომ მან უნდა ესე იგი ჰარმონიზება უნდა გააკეთოს იმ მოთხოვნის, რასაც გვთავაზობს 21 საუკუნის ყველა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მდგრადი განვითარება გარემოს დაცვისა და დაცვა მისი და მეორე მხრივ სანახაობა ფორმულა 1-ის, რის გამოც ჩვენ დავდივართ ფორმულა 1-ის სანახავად, ხო? ამიტომ ეს არის სწრაფი გადაწყვეტილება აქ აუცილებლად მისაღებ. ბატონო, დაუბრუნდეთ წამით მონტეზემელოს, აი თქვენ რაც ბზანეთ ეს ლუკამ რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი. ისიც ხადია რომ ნიუის მსგავს გენიოს დღეს ახლა ბარე ორს ვერ მოიძიებ, ხო პრაქტიკულად ნუ დღეს ნიუი უკონკურენციოდ არ გახლავთ, მაგრამ თუმცა ის რომ უნდა შეცვლილიყო ძალიან ბევრი რამ მენეჯმენტის მხრივ იგივე ხელმძღვანელობაში. მონტეზემელოს მიუხედავად იმისა რომ ყველა სეზონის, აი ჩემს მიერ ჩამოდი წინა 4 და უკვე მეხუთე სეზონი მიდის ხომ და ფერარის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უკიდურესად რთულდება და არასასიკეთოდ, მიუხედავად ამისა მონტეზემელოს მხრიდან და იგივე არც ფერარის მეპატრონე, ნუ ეხა ანიელების ოჯახს მოდი ასე ვთქვათ ლუკასთვის ჩაბარებული აქ ეს საქმე, ხო? მე ეჭვება რომ ეხა უშუალოდ დანიელები ამ საქმეში შეერიონ. არ არის რაღაც აი ქმედითი ნაბიჯები გადადგმული. ამას ვერ ახსნით, თქვათ, აი სათანადო თანხების უქონლობით, რაც ფერარის მოხსენებად პრობლემა, ფინანსური პრობლემა არ ქონია, შეიძლება ხა მთელი იტალია ფინანსურ კრიზისში იქჩობა, ხო? იგივე მილანის ბერლუსკონის იმიჩად, მაგრამ მაგალითად იგივე ფერარის ხედველობაში მაგ ფერარის იუვენტუს, ანუ ანიელების ოჯახს მათ მეპატრონეს, დღემდე ფინანსური ასე ღია ტიპის ფინანსური პრობლემები არ ქონია. აი რით ახსნით, ბატონშალვა, რომ არ არის ის პროცესი დაწყებული, რაც თქვენც ეხა ნახსენეთ, რაც წესი და რიგით თლად პირველი თუ არა, ყოველ შემთხვევაში მაინც ისეთი პირველი სეზონი შეიძლება უხეშად ვთქვათ, კაც რაღაც კიდე კონდეს რაღაცის იმედი და ცოტა სხვაგვარი ხედვა კონდეს, ნუ მეორე სეზონიდან მაინც უნდა დაწყებულიყო, ხომ? ცით საერთოდ ნებისმიერი პრობლემა, ხომ, არის გარკვეული პატარ-პატარა ან არც თუ პატარა პრობლემების ჯამი და არა თქვათ ერთი ცალი, ერთი პრობლემა ცალკე აღებული. დაწყებული იქიდან, რომ მენეჯმენტში არის რეალურად შესაძლებელი კიდევ ვიმეორებ. მე ვსაუბრობ როგორც ფერარის თავგადაკლული ფანი და ამას ვლაპარაკობ, რახან ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ უსაზღვროდ მიყვარს მე ეს მანქანა, იმიტომ რომ ეს არათუ მანქანა, არამედ ეს არის ცხოვრების სტილი, ეს არის ნოვაცია, ეს არის სილამაზე, ეს არის არ ვიცი, ყველაფერი ერთად აღებული. და ფაქტია, რომ მენეჯმენტის შეგვაწაგებას ეს არის ყველაზე ცუდი გუნდისათვის. თქვენ გახსოვთ, ესეთი პერიოდი დაუდგა 79 წელს ფერარის, როდესაც ჯოდი შექტერმა უკანასკნელად მოუტანა, უკანასკნელად გახდა ფერარის ჩემპიონი და შემდგომ იყო 90-იანი წლების აი ბენეტონიდან შუმახერი რო გადმოვიდა, იქამდე იყო 15 წლიანი სრული ჩავარდნა. აი ფაქტია, რომ ამ გაკვეთილიდან ჯერჯერობით სწორი დასკვნები გუნდმა ვერ გამოიტანა, ეს არის ფაქტი. მეორე მე მიმაჩნია, რომ ფერარი სტილი მაინც არ არის 1600 კუბიკურ სანტიმეტრიანი ძრავების ან თუნდაც ტურბო ძრავების კეთება. ფერარი სპეციალიზდება მაღალი დიდი მოცულობის ატმოსფერული ძრავების კეთებაში. ეს მისი სტიქია. უბრალოდ მისი არტახებში დროებით ეს მოქცევა, ხომ, ეს აისახა კიდევაც, რომ 1600 კუბიკურ სანტიმეტრიანი ძრავის კეთებას თავისი სპეციფიკა აქვს. აქ უფრო წინ წამოვიდნენ ის გუნდები, რომელთაც სამოქალაქო ავტომობილებში ასეთი კუბატურის, ასეთი კონფიგურაციის ძრავების კეთების დიდი გამოცდილება გააჩნიათ. მესამე, თვითონ გუნდი და სტრატეგია. მეოთხე, თუ
კარგად აუღეს ალღო საბურავები ხომ გასულ წელს ვისაც არეზარებოდა ყველა პირელის ლანძღავდა ხომ თუ კი პირელის სპეციფიკას მოერგო სხვა გუნდი რატომ ვერ მოერგო თქვათ იგივე და რამდენჯერმე შარშან ჩვენ ნახეთ ჩავარდნილი ეტაპები ფერარის მიერ არასწორი სტრატეგიის გამო რითაც ტრადიციულად ფერარი ყოველთვის გამოირჩეოდა ხოლმე იგივე ჟან ტოტის დროს რომელიც არის მე მიმაჩნია უდიდესი სტრატეგი და დამგეგმავი იმიტომ რომ ფორმულა 1-ში არაფერი შემთხვევით თავისით არ ხდება და რამდენი ლაფსუსის მნახველი გავხდით შარშან ფერარის გუნდიდან. ამიტომ ეს ყველაფერი არის ჯამი ამ პრობლემების და რომელსაც სჭირდება კიდევ იმევნებო მასშტაბური ხედვა და ადამიანი რომელმაც უკვე შეაჩვია თვალი წაგებას და მხოლოდ თავის მართლების ესე ვთქვათ რეჟიმშია ეჭვმეპარება რომ რამე გარღვევა მოახდინოს. თუმცა ვიტოვებ იმას რომ ფერარი ეს არის მე მიმაჩნია იტალიის ერთ-ერთი სხვა სიმბოლოებთან ერთად ერთ-ერთი სიმბოლო და ძალიან მალე იპოვის თავის ძალას რომ ჩვენ ფერარის მოყვარულებს კვლავ გაჩვენოს სიხარული. თუ მანამდე ბატონშალვა ის რაც თქვენ სავსებით მართებულად მაგრამ სამწუხაროდ რეალობიდან გამომდინარე საკმაოდ მუქ ფერებში დახადეთ ფორმულა 1-ის მომავალი არ შეიძლება ბატონშალვა არ კითხოთ წინა ფიას პრეზიდენტი მაქს მოსლი ახლა ჟან ტოტი თქვენ არა მარტო საქმიანი კონტაქტები არამედ საკმაოდ შეიძლება ითქვას აი ახლო მეგობრული ურთიერთობა გაკავშირებთ რაზეც აი მეტყველებს თქვენს მიერ გაჟღერებული აი ეს VIP ეგრეთ წოდებული ის ქარდი რომლის მფლობელი სულ სოფლიოში ერთეული ადამიანები ხდებიან და ამ შემთხვევაში ძალიან დიდია პიროვნულ ფაქტორზე დამოკიდებული ძვირფასო მეგობრობა და არა ვთქვათ მაგალითად რომელიმე ქვეყნის უშუალოდ ფედერაციის ხელმძღვანელზე და აი ამ ფაქტორის გათვალისწინებით ბატონშალო ორივე ძალიან კარგად იცნობდით. ორივე უკვე ჯერ კიდევ მოსლის დროს დაიწყო სერიოზული ნებათა ღელვა და გუნდების პროტესტი, რომელიც შემდგომ იზრდებოდა. შემდგომ მოვიდა ტოტი და თითქოს აი იფიქრა საზოგადოებამ რომ შვები დამოვისუნთქეთ, ასე ვთქვათ, იგროკი მოდის პროფესიონალი. არა, ისიც პროფესიონალი იყო, მაგრამ მაინც ეხა ტოტის ფაქტორი მოხსენებდა სოფლიოში განუზომლად დიდი, რომ ის შეცვლის იმას, რაზეც არ მოდიოდა მოსლი. მით უფრო რომ დადგა უკვე ღიად საკითხი, ჯერ კიდევ 2 წლის წინ ალტერნატიული ფორმულა 1-ის შექმნის თან ისეთი ბობოლა გუნდებისგან, რომ ასეთ შემთხვევაში ფია აბსოლუტურად უძლო ეხა მარტო დარჩებოდა მარუსიას და კატერჰემის იმედა და ეხა ესე ჩემპიონატს ხო როგორც თქვა აი FIFA და UEFA-ს პრობლემები იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში საფრთხე უფრო რეალური იყო, იმიტომ რომ იქ FIFA-ს და UEFA-ს ბატონშალო თქვენ ფეხბურთში კარგად გაცნობიერებული ადამიანები მზადებით, ეს გაცილებით რთული და შემოვლითი პროცესია და ამას მათაც შეიძლება 10 წლეულები დაჭირდეს, მაგრამ ფორმულა 1-ის ალტერნატიული სახე არც თუ შორებელია, თუ კი მიიყვანეს ეს გუნდები ამ მდგომარეობამდე. აი ყოველივე ამის გათვალისწინებით არიხევს უკან. აი თქვენ კარგად ბძანეთ და ზუსტად და ნათად დაგვიხატეთ სურათი, რომ არათუ ფია ამ ხრივ უკან არიხევს და რაიმე დათმობაზე არ მიდის, დათმობა რომელიც ფორმულა 1-ის მომავალს და მის განვითარებას საადგება. უფრო ამძიმებს სიტუაციას. ეხლა ისეთი მომენტია, რომ თავის თავს მტრობს ტოტი ბატონშალვა ესე უხეშად მარტივად რო დავსვათ კითხვა, თუ რა შეია საქმე? მე გახდით შარშან წლის შემაჯამებელ ასამბლეაზე, ეს არის უმაღლესი დონის რანგის შეხვედრა, რომელიც უფლებამოსილია რომ შეცვალოს წესდება და მიიღოს ესეთი კარდინალური გადაწყვეტილება, აირჩიოს პრეზიდენტი, ან გადააყენოს, ან უნდობლობა გამოუცხადოს, ან მართველი ორგანო და ასე შემდეგ. ჟან ტოტი მოსვლისთანავე 4 წლის წინ დაკვირდა რომ ის დაიწყებდა ბიუროკრატიასთან ფიაში, ისევე როგორც ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მას დახვდა განუზომლად დიდი ბიუროკრატიული მანქანა. აგას კლერკები ხო ძირითადად აი ეს ანგლოსაქსონური უფრო ბრიტანული კლერკები, რომელსაც ვერ გაარკვევ რა. მან შარშან ძალიან ფიასთვის ჩვეული გამჭირვალობით მათ წარმოადგენს ანგარიში თითოეულ დახარჯულ ფურცელზე. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ როდესაც ამ ცენტრალურ აპარატში დახარჯული ფურცლების რაოდენობა აჭარბებს 100,000 ევროს, ეს უკვე რაღაცაზე მეტყველებს, რომ იქ რაღაც ყველაფერი წესრიგში არ არის. მაგალითისთვის შემიძლია კიდევ ის დავამატო, რომ როდესაც მაქს მოსლი იყო თბილისში ჩამოსული, მან თქვა, რომ იცით რა, მე თვითონაც არ მომწონს, რომ გუნდი, რომელსაც განაცხადი შემოაქვს ფორმულა 1-ზე, მან დეპოზიტზე უნდა დადოს 30 მილიონი ევრო.
გულში ფიქრობ შედალოცვილო თუ ასე არ მოგწონს ადექიდან მოიწვიეთ ეს გუნდები და შეცვალე ანუ საუბარი იმაზე კი არა რომ ეს ფული უნდა გადაიხადოს არამედ უნდა შემოიტანოს და დეპოზიტზე დადოს ხოლო სუპერლიცენზიაზე და იმაზე უზარმაზარი თანხები კეთდება ეს კიდევ გადასახდელი ანუ ფორმულა 1 ხომ რაღაცნაირად ერთგვარად გახდა კუნძული ელიტარული ადამიანების და აგრეთვე იმ პილოტების რომლებიც კარგად კი არა რა თქმა უნდა ეს მათემატიკოსებს დავესახები ეს არის აუცილებელი და არასაკმარისი პირობა რა თქმა უნდა კარგი პილოტი უნდა იყო მაგრამ გაცილებით კარგი პილოტები ხო მათ უკვე გზა ეკეტებათ აი ესეთი ბიუროკრატიული ამხელა გადასახადების გამო და მხოლოდ ძალიან დიდი ფულის მქონე ესეთი მდიდარი კორპორაციების გასართობად რჩება ფორმულა 1 ეს დროზე თუ არ შეიცვალა ხო ეს გარიყვა ხო ამ მათ ძირით მაყურებლისა ფორმულა 1 არის მაყურებლის ფორმულა 1 თუ კი ადამიანმა იგრძნო რომ მას არასოდეს არ მიუწვდება ხელი ან მის შვილს ან მის ოჯახის წევრს რომ ფორმულა 1-ში გამოვიდეს დამერწმუნეთ რომ ეს სოციალური დეგრადაცია ხომ სტატუსის აუცილებლად გაგრძელდება და მე მიმაჩნია რომ ფიასა ძალიან სერიოზული რეფორმა აქვს ჩასატარებელი რომელიც ასე კარგად დაიწყო ჟან ტოტმა თავის ალილო და ხვალეო დაუცილებლად აი ეს უკვე დიდი ავტოსპორტი ბატონშალო აი პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ორ ნაწილად ქონდა ძვირფასო მეგობრებო ეს თქვენ მონამორჩილს გამომდინარე უშუალოდ ჩვენი გადაცემის ფორმატიდან ხედულობაში მაგაცემის ხანგრძლივობა ეს არის პირველი ნაწილი რომელიც დიდ ავტოსპორტს და კერძოდ ფორმულა 1-ის სიახლეების პრობლემებს და მის პერსპექტივებს ეხება ახლა კი ჩვენთვის მეტად საშური და მნიშვნელოვანი ბატონშალო იმედია დავგდებთ პატივს და მორი გადაცემაში გვეწვევით იცით მე ასე დავაანონსე ჩვენ ეხა უშუალოდ მომავალ შაბათს ჩვენს ლეგენდარულ ტყუის როლერ კალბადო ნინო სალუკვაძეს გაახლებ საკმაოდ საინტერესო გადაცემას გვირდებით შემდგომ მოხსენება დარჩა იგორ კოკოშკოვის საქართველოს ნაკრებში და კალბურდის ფედერაციის ახალ თავკაც მიშა გაბრიჯიძესთანაც გასაუბრება მეტად უპრიანი იქნება და აი ბატონშალო თქვენთან მინდა ასე დავაანონსო და დავბრუნდეთ რა მხრივ თქვენ ბრძანდებით უამრავ სასიკეთო საქმესთან ერთად ავტოსპორტის სამყაროში გაწეული გარდა ამისა ის რაც დღეს აღელვებს კონდათ ბწყინვალე ავტოსკოლა და ბწყინვალე ეს გადაუჭარბებლად მე მინდა იმ გადაცემაში ამ თემაზე ვსვლად გავსო რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენ ამ ღვედების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უდიდეს სამუშაო გაწიეთ და თავმაც შეიძლება ითქვას რომ უკვე 10,000 ადამიანის სიცოცხლე იხსენით მიუხედავად ამისა რომ არსებობს უამრავი აკრძალვები შეზღუდვები ჩემო ბატონო იზრდება დამეთახმეთ საკმაოდ სოლიდური იყო თანხა ჯარიმის ხო ჩვენში ეგრეთ წოდებული ეს დედები ანუ საგზაო შემთხვევები არ კლებულობს ხო არ კლებულობს და აი რა არის ამაში აქ გარდა ამისა საზოგადოებას ბატონშალო აქ კიდე სერიოზული პრობლემა ამ ეგრეთ წოდებულ ყველა პედაგოგებთან ყველა პედაგოგი გახდა რა ეხა არ მინდა ტაქსი რა ეხა ყველა ტაქსისტი ყველა პედაგოგი აი იწურება და აი ამ თემებით მინდა ბატონშალო ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აი ასე სამი კვირის შემდეგ და ვრცლად და რა თქმა უნდა ჩვენში პერსპექტიული ხო ეხა სამი გამოყავე ეხა ირაკლი ჩხეიძე ნიკა სურგულაძე დათა გაჯაია რასა იქმნიან ეს ნიჭიერი ბიჭები და გარდა ამისა აი რეალურად თქვი კიდეს და იმი დავამთავრებ ეხა უახლოეს წლებში ჩვენ არ გვექნება იმის ფუფუნება რომ ფორმულა 1-ის ეტაპი ჩაუტარო თუმცა რაიმე ისეთი აი სუყე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრი არ გვაწყენდა ხო ამას კარგი 10 წლები ელოდება ავტოსპორტის კომაგი და კომაგი ჩვენში ბრალად ყავს არანაკლებ ვიდრე ფეხბურთის აი გვანიშნებს არ გვაძლევს რა სიტყვით ბატონშალო სიამონებით გაძლევთ პირობას რომ შემდგომ გადაცემაში თქვენს მენას ძალიან ბევრ სასიამოვნო სიახლეს მივაწვდეთ წარმატებას გისურვებთ ბატონშალო უპირატესად ისევ და ისევ სამართლიანობის ადგენით გემშვიდობებით ბატონშალო შეიძლება ითქვას რომ ყველაზე იმ რეპრესირებულ ადამიანთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახდა თუმცა დღეს ხნე ტრადიციულად ჩვეული შემართებით და აი ასე ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა თქმა უნდა მომდენო გამოშვებაში ბატონშალო ჩვენ ვრცლად ვისაუბრებთ უკვე ის რაც ქართულ ავტოსპორტს და საერთოდ ავტოცხოვრებას და მერწმუნეთ ეს იქნება თქვენთვის უფასო საკმაოდ დიდი გაკვეთილიც და ამავდროულად რჩევებიც რომელიც მეტად საშური და თქვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ბატონშალო ვაიძე იმედია რომ აი ეს ხმა დავუბრუნდეთ წარმატებები სპორტ ტაიმი რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დიტო მარინაშვილთან ერთად